ნიკა, რას აკეთებ? სწავლობ. რას? ისე მოგწევს რომ ხალხს ეგონოს რომ ვითომ სწავლობ. ნიკა, ნუ იძახი რაღაც სისულელებს, მიდი იმეცადინე, გამოცდები გაქვს შესაბარებელი. აი. თან იცი რა მითხრეს? თუ არის სწავლი ჩაგტოვებთო. ეგენი იმდენს იზავე რომ მართლა მასწავლიან მე რაღაცეებს რა. ძალიანაც კარგი ჩავაბარებ გამოცდებს. ვერაფერსაც ვერ ჩავაბარებ, ხელს მიშლით. აუ ელენე, ისე ხელის შეშლაზე გამახსენდა და იცი რას ვფიქრობდი? ბინა ხომ არ ვიქირაო თქო. ისე ეგ არ არის ცუდი იდეა. არა თეკლა, შენთვის რომ იყო მარტო. თეკლა, პაპა ხო მარტო ცხოვრობს და უთხარი ერთ ოთახს მოგაქირავს. და მორჩი ხა მაიმუნებას და იმეცადინე, ესე რანაირად მეცადინეობ, საერთოდ არ უყურებ წიგნს. კაი. გამოიგონა იმ კაცმა გამოცდები და წავიდა ქვეყნიდან. ჩვენი პატარა ძალიც მოვიდა. დაიწყო რა, მან დილიდანვე დაიწყო რა. რამდენი ხუმრობა გაქვს მომზადებული? ბევრი 1-20-მდე. მე 12. 4-5 მეც მაქვს. დიანა, ეს რა დღეში ჩამაგდე რა დღეში მაგრამ დიანა რა თქვენ? თქვენ ხო მე იმას ვამბობდი რომ გულის ფორმის და ყვავილის ფორმის და ღრუბლის ფორმის საჩუქარი არ მიდამეკი და თქვენ კიდე გააქარე და ბეჭედი გლიჯეთ იმ საჩუქრის ხუთში. ვაშა და ის რო უთხრა რომ 4 ცოლი ყავდა იქ და მაგ შემთხვევაში უთხარი და 5 ჩემი ბედნიერი ციფიაო გაუხარდა და გახარებული ვაშა შენ ქორწილი მაინც არ აქცდება. უბრალოდ შენი გათხოვება. შენ გაჭერდი, რამდენს წელი იყინებ ერთი გამაგებინე, ა? ვინ არის ეს უზრდელი ბავშვი მეორე არ მინახავს მე ელენ. და საერთოდ სამივეს გიგრძალავთ ჩემზე და დიანაზე საუბარს. გასაგებია? კარგი, ვაშა, დაწყნარდი, ხმას აღარ ვიღებთ. ნიკა, რძეს დალევ. თანახმა ვარ. წესიერად მეთქი გითხარი შენ. რა? რა მინდას მოგცემი ხო? ხო, მართლა ხალხო დღეს ბორშის გაკეთებას ვაპირებ და თუ ვინმე წინააღმდეგია ან ახლავე თქვას ან არასდროს. რატნაირი ხორცი უყიდია ეს? თვითონ არ უნდა ჭამოს. ამას კიდე არ დაუმთავრები, ამას დაუმთავრდეს სიცოცხლე. მესმის. მე როგორც მისცესია დაატრევე, ცოტა სწრაფად აბენდრო, მაგ ზუზოზინო. მოატრიალებ ეს სწრაფად, კარგად არდება და გაფუჭეთ ხორცს. მოგატყუე, შეგეშინდა? შემეშინდა, გაგისკდეს ხოლმე, თითები ჩაყვამეთქი. მე ძვალს ვერ ატარებს ეს დანა და გააფუჭებდა დანას ძვალი. მაგის ძვალი მაგ ახლა დანის გალეს ვის? დავწერე. აგზელე. დავიღალე, უნდა დავიშვე. მე დაიშვენე, ვინ იხარ არ დაიშვენო. აი მოდი თან დაიშვენე და თან ეს გადაარჩიე. ლაშამ ბარში შემოიტანა, გასარჯოდ მე კიდე არ წამოვიღე. იცი რა ქენი, თეთრები აქე დააწყე ინდირასათვის. შავები კიდე იქით, მოიცა ჯამს მოგიტან.
მიდი უზოზინობ. შენი შვილიშვილისთვის მინდა, ჩემთვის კი არ მინდა. არ გინდა ბარის გუზინაყი გაუკეთოთ, ახალწელს უგუზინაყოთ ხوار შეხდება. რა საკეთებ, შეჭამე ცეცხლი ბარს უკბაზარ ფუტები და მის შენ მუწელი ამოიყორო. ბატის! ბარისთვის გადარჩეულიდან შევჭამე ცოტა. მე მითხარი, რაზე მალანძღინებ თავს, მართლა გასალანძღინებ. აჩერდი მეთქი ელენე გეუბნები შენმე. კიდე. მან ჩემი ისტორიის წიგნებს მომაწყდე რა. აი სპილოს ქვეშა. ფონიკა მე დაკავებული ვარ არცალია და აგერ არის მონახთისა ლაშა და იმას თქო. ეხა მართლა თეკლა გაჩერდი მეთქი გეუბნები რა. გაჩერდით და საერთოდ ნუ ლაპარაკობ ჩემზე და დიანაზე გიგრძელოთ ლაპარაკს. დიახ, საერთოდ რა დღეში ვარ და დამცინეთ კაცო. არ ვიცი იმაზე ფიქრობ როგორ მოვიკლა თავი საერთოდ გადავხტები აივნიდან. შენ თავს ვერ მოიკლო. რატომ ვითომ ვაჟკაცობა არ მეყოფა? არა, მოაჯირს ვერ გადააბიჯე. შე კარგად გადავაბიჯებ. ისა ლაშა, ციხეში რომ ჩაჯდე და ისე დაემალო დიანას ერთი 15 წლით. მე ისეთი ბედი მაქვს შემიწყალება რა ან დიანა დამელია. არა რაღაცა უნდა მოვიფიქრო რა არ შეიძლება რა. ვიცი რა ვისაუბრე. წერილს დავწერ. ჩემს სათქმელს ყველაფერს დავწერ წერილზე. ფურცელზე ანუ რა, მე მივცემ და გამით გაიყვება ყველაფერი. არა ისე წერილი კარგი აზრია, მაგრამ მე მივცე თუ მიუტანს ვინმე. შამნიკა, წერილს მიუტან დიანას. ვარშავიძე, ქალი შენ მაინც თავს არ დაგანებებს და თუ წერა გიტაგერ მათემატიკის დავალება მაქვს და წერ და დამიწერ. ვინ არის ეს ბავშვი ელენე? ვინ არის ეს? ასეთი უზრდელი მე მეორე არ მინახავს რა. და საერთოდ იცი რას ვიზა? წავალ კაფეტერიაში, იქ მოვიფიქრებ ჩემთვის და ეგს დავწერ და არავის დახმარება არ მჭირდება. სადაც იმახეს დასალენ. დარწმუნებული ხარ, რომ არავის დახმარება არ მჭირდება? დიახ, დარწმუნებული ვარ, არავის დახმარება არ მჭირდება. დარწმუნებული ხარ? აბა გასათხოვარი ბიჭები დავდექით. აი ხო გითხარი, აი უნის მოაჯებს ვერ გადააბიჯებს გოგო. ჩავალ მექვიჩო. გამარჯობა. გამარჯობა ბატონო ფრიდონ. ეს მზარეულის როლი მომცეს და რატო მოგზაურობ ხარ ბატონო პროფესორო? ჯერ სანამ მაგას გეტყოდეთ ის მითხარით ახალი გასკვრა როგორ მუშაობს. რო გითხრა კარგად მუშაობს, ხო მადლობა უნდა გითხრა და ისე რა უშავს. და იმზარი სახშია? არა ბაზარში წავიდა. მალე მოვა? რაღაცი გუშინ წავიდა და ჯერ არ გამოჩენია. შენ გეტყვი. მითხარი? იმ კაცმა პასუხი მოგწერა. აინე? პასუხა? იპასუხება თავარა იქნებოდა იმან ხო არც ნუნურო ხარ და ისეთ სურათი გიყენია და ისეთ ფეხები გაქვს რომ კინაღა მე მოგწერე. აინე რა ვქნა ახლა? რა ვიცი, თქვენც უნდა მიწეროთ, უნდა უთხრათ რომ ნუნუ ხართ. აინე არა, როგორ უთხრა ნუნუ, არა შემძლია, არა ვერაფერს ვერ მიწერე, ასო დავიბენე მე არ ვიცი რა ვქნა. მიწერე რომ კარგად ხარ. გმარი ყავს, შვილი და მონა. მონა შენ დაჭირდა მომიდომა მონობა. გაკეთე შენან. არა, უნდა მიწეროთ რომ ნუნუ ხართ, მაგრამ. არა, ვერ მიწერე. რას ქვია ვერ მიწერე, აბა როდემდე უნდა ეგონოს, როდემდე უნდა ატყუო რომ მოცეკვავე გოგო ხარ. აინე ხანდახან კეთყვი ხოლმე ხო იცი შენ სიმართლეს ფრიდონ შენ გაგიხმეს ეგ თავი. მიწერ, მაგრამ არ მიწერ რომ შვილი ყავს ჩემი იმდირა. მომეცი მე თან მიწერ, მომეცი. მომეცი ისე მოსაგარი მამა. ეს არის მახო მა. ეს არის ნა. მოწერწოც ნა. ეს არის ხო? მოდით რა ვქნეს და მე მივწერ თქვენ მიკარნახეთ და
პატრონმა ფრიდონმა ნიგზით მომამარაგოს. ბატონო. სუდებიდან მიაწოდე. მიდი და ხელები დაიბანე და ვაშლი ჭამე. გამოცდებისთვის ვიტამინები გჭირდება. ვიტამინები კი რა ტვინი მჭირდება. ნიკა, მიდი დღეს ისედაც არაფერი არ გიჭამია. მიდი დაიბანა ხელები. რა დილიდან ამას ვიწერე ხლა როგორ დავიფანო. ლაშაბეძია შენ ხარ თუ პროფესორია? მე ვარ თეკლა ვარ. აუ ამ სახში კიდე რა ხდება რა. დედა აბაზანა დაკავებულია და თხოვ დავიღალე მეცაინობით და ცოტაში თამაშით რა. ნიკა, რა სითამაშებ? 5 წუთის წინ დაიწყე მეცადინეობა. მიდი დროზე იმეცადინე და თან ვაშლი ჭამე. აუ რა ნამუსოები ხართ რა ეს დიდები რა. თქვენ გვაძალებს სწავლას გინდათ რომ კარგი ქვეყანა ვაშენ და მე თქვენ უდარდელი სიბერე გქონდეთ. აი მე ნიკა სულ ნუწუწუნებ რა. სწავლა აუცილებელია, ხო იცი არა? კარგი რა, იქნებ რა გეგმები მაქვს ცხოვრებაში. იქნებ გაუნათლებელი და შტერმინი და გამოვიდე. რატომ ინგრევთ ოცნებას? ნიკა, აი ამ დელაპარაკში ბუნება ნასწავლი გექნებოდა. აუ ეს ბუნება კიდე ყველაზე ცუდი საგანია რა. გვასწავლა სხვა რა, მაგალითად აიპედი. რა აიპედი? აბა ეს ისოდნა უფრო გამომადგება ტარაკანა როგორ დაძდო, აიპადი როგორ გამოვიყენე. ნიკა რა, აღარ შემილია შენი წუწუნის მოსმენა. ავალ ოთახში დავალაგებ, რო ჩამოვალ გაკოთილებს ჩამაბარებ. აუ ეს მათემატიკა კიდე რაღაც მინდა რა. ისედაც ვიცი რომ 2 × 2 4-ია. ნიკა რა შვები? მეცადინეო? რას მეცადინეო? ელენე წავიდა უკვე? სამსახურში წავიდა? ლაშაც წავიდა? შენი გაკუნებდი ხო კარგზე? კიდე თეკლა რა, ნუ მიშლი ხავს, წავლო. კარგი, შენ რა გენაღლება, შენ ლექტორს მაინც უყვარხარ და მე თავი როგორ მოვაწონო გელა მასწავლებელს. აი შავი სმოკინგი ძალიან მოუხდება. ვაიმე, ჩემი დათუთა, ჩემი ზღარბუნია. დიანა, სერიოზული საქმე მაქვს შენთან. მე კიდე შენთვის სიურპრიზი მაქვს. მოდი. მაგინდა ბაჭი. მოჭი ესეც უნდა მაჩხო. რა თქმა ესე ისედაც ხომ აქვს. იცი ლაშნა სანამ არ დავითაყვე არ გითხარი. და ჩვენი მეჯვარე იქნება ჩვენს ქორწილში. რა? ხო? ფოტოშორის ლაშა რო იცოდე მე და ძიკო უკვე მოვილაპარაკეთ ქორწილის საორგანიზაციო საქმეებზე. რა ძიკო რა მოილაპარაკეთ რა საორგანიზაციო ეხლა იცი რა სუფრის ფერი უკვე ავარჩიეთ. ხო აი შენ დაათვალე მე მანამდე ტკბილეულს მოგიტანთ ბიჭებო. მაგიჟებ რა შენ მე გამაგიჟებ რა გადამრებ ჭკუიდან რა. რა იყო ლაშა რა ხო არ გეწყნა სუფრა უშენოთ რო ავარჩიეთ რა? სიძი არჩიეთ უჩებოთ და შენ მომავალი ხარ. ისი შენ ხედე ლაშა დასახლია შეხედე ნახე რა მაგარ ესეთი სახლი ცხოვრებაში არ მინდახავს ლაშა. მომისმინე ერთი წუთი. ეხა მაინც მაკონტროლე რამე არ მოვიპარო გაიგე? რა უნდა დაკონტროლო პატარებს ლაპარაკო ხა? ეს რო აი აქ რო დავდო. წელი რო შემოვა დაინახავს ვითომ? ლაშა რა გინდა მომი დიანა სოლად რომ მოიყვან აი ამ შანდლებს ჩემ სახში ხო გამიცვლი რა გინდა გარაჟ დაგიმატე ბიჭო მეტი რა რა შანდლები პატა რა შანდლები ის შანდლები ნორმალური ხარ შენ საერთოდ ლაშა რა გინდა რადიატორი რამე რადიატორი არ გინახავს რადიატორი როგორ არ მინახავს მაგრამ ეს ცხელია ლაშა მოდი ახლა ერთ შევას მოგცე მისო. მომისმინე ერთი წუთი როგორ არ დადიხა დაბნეული. ერთ შევას მოგცე დიანას ცოლად რომ მოიყვან არავითარ შემთხვევაში არ ვთქვა ჩემ გვარზე გადმოდიო. პირიქით შენ ადგები და გადახვალ დიანას გვარზე, მე გადმოვალ თქვენ გვარზე და ვიქნებით ბედნიერები აი ესე ჯერა.
ნორმალური ხარ შევა და მე საერთოდ არ მომყავს დიანა ცოლად და უნდა დავშორდე დიანას აი წერილიც დავწერე აქ მოვიტანე უნდა დავდო ეხეთი ფასი და მოვიდეს მე ის ნორმალური ხარ და საჩიჩკანი ხარ. შენ მართლა ნორმალური ხარ. შენ ვერ ხვდები რომ მარტო დიანას კი არ შორდები, აი ამ ფარდებს, აი ამ ჩანდლებს, აი ამ სავაძლებს, ამ სას ყველაფერს შორდები ბიჭო. ეხლა მართლა რომ დაგჩიჩკნი მე ნაყიდე. მე ამ ყველაფრის გამო ვერ მოვიყვან დიანას ცოლად. ვაიმე სისხლი, ლაშა რა სიტყვის, ხალხი რა სიტყვის, მე არ იტყვის იმას რომ ფულის გულისთვის ცოლად არ მოიყვანა, არ იტყვი ან სისხლი არა. ნორმალური ხარ შენ საერთოდ კაცო, დამანებე რა თავი და მიხედე შენ საქმეს, მე ჩემ საქმეს შევხედე. მინე ერთი წუთი შედი მაგდებული რა. ლაშა მომისმინე. კარგი შორდები, მაგრამ ცოტა მე მაინც დაშორდი, შეხედე რა სმოკინგს მკერავს ბიჭო. იმ ბიჭმა დარეკა წიგნების მაღაზიაში რომ გავიცან. აი ვიცოდი რომ დარეკავდა მთელი დღე გული მიგრძნობდა. დარეკავდა აბარა მთელი დღე ზარებს უშვებდა. ნიკა მიდი შენ მან იმეცადინე. გილოცავ ელენე რა ორა გითხრა. კარგი შევხვდეთო. აი მე რა მაგარია. თეკლა ეს ჩავიცო თუ ეს? რა ვიცი ელენე ძალიან ცივა და ორივე ჩაიცვი. კარგით რა ხმაურთ ხელს მიშლის მეცადინეობ მე. ნიკა დედიკო შენ დღეს მთელი დღე მეცადინეობ, მიდი ადი ოთახში ითამაშე, წადი. მართლა? ხო, მართლა. აუ, იმას რო ნახავ, გადაიცი და უთხარი რომ ნიკას ძალიან უყვარხარ თქო. თეკლა. აუ, შენ შეხვდი რა იმ შენს ლექტორს. პატასაც დაივიწყებ, თან წარმოიდგინე საღამოს რამდენი რამე გვექნება ერთმანეთისთვის მოსაყოლი, თეკლა. არა ელენე, არა, ეხლა დავშორდი პატას და ჯერ ვერ შევხვდები ვერავის, ხო ხვდები? ხო, რა ვიცი, ერთად რო იყავით, მაშინ ხვდებოდი და ეხლა რა პრობლემაა? ელენე. ხო, კარგი თეკლა, მაგრამ ეს? ელენე, ისე ერთხელ შეხვდი იმ ბიჭს და ესეთი რა ქნა თავი რომ მოგაწონა. არაფერი, თეკლა, ისე მომწონს უბრალოდ საინტერესო ადამიანი, თორე ხა პატარა გოგო ხო არა ვარ რომ ერთი ნახვით გავგიშდე არა. ხო. ვაიმე თეკლა, ის იქნება. თეკლა მომისმინე? როგორ უპასუხო? ალო? ალო? ლაშა დამაცადე და დაგირეკავ მერეო. ხო, ელენე, პატარა გოგო ხო არ ხარ რომ გაგიჟდე. თეკლა. ლექტორი. ბიჭებო მირთვით ლაშუნა იცი პატას ჩვენი სახლი დავათვალიერებინე ყველაფერი ძალიან მოეწონა მაგრამ აი ეს არ მიჩვენებია პატა მე დავხატე მოგწონს არა მომწონს კი პრინციპში ეს ყველაზე ორიგინალური გადაწყვეტა ლაშაზე ხო ლაშა სად არის გახვალთ თუ არა მარცხნივ გავალთ თუ არა მარცხნივ გავალთ თუ არა მარცხნივ გავალთ თუ არა ლაშა დიანა ხო შენთან სერიოზული საქმე მაქვს ლაშა მოდი რა განახო ლაშა ესა ხო ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან მოიცა რა დრო საქმეა აი ამაზე სერიოზული ვერ იქნება მომისმინე ლაშა როგორ ფიქრობ ტორტი წითელი ალუბლებით მორთო თუ მწვანე კივით არა ამაზე მნიშვნელოვანი როგორი იქნება ეხლა რამე საქმე მაგრამ ვიცი რა დიანა მე მაინც სიცილიც დავწერე და მინდა რომ შენ წაიკითხო სასიყვარულო ფიცია ვაშუნა იცი მეც დავწერე და მე საკურთხეველთან მოვუყვეთ ერთმანეთს და შევადაროთ რომელი საჯობებს მაგრამ აი ხლა ამის დრო არ არის მითხარი ხა როგორ ფიქრობ ვარდები გვინდა თუ მიხაკები აი მიხაკები ალბათ უფრო დიკო ბოდიში ლაში ერთი წუთი დიკო ბოდიში ბიჭო
გეძახდი რატო არ მოხვდი ისეთი მაგარი ტუალეტია რომ მომერიდა და გამოვედი ლაშუნა ბაჭია როგორ ფიქრობ აი 200 იმტრედი საკმარისია აი ესეთი თუ სხვა და უფრო მეტი აი რა იყო ხალხო ჩირთა ქორწილი გაქვთ ლაშა ხო იცი ჩვენი ქორწილი იქნება თბილისის ზღვაზე მე იახტით შევცურავ ზღვაში მართლა რა ორიგინალურია ახლა წარმოედგინე რა რომანტიკული წარმოედგინე ქორწილის მერე რო ერთად რო გაცურავთ თემკიდან ვაკეთილისკენ სადაშორის მე და პატას აზრები ემთხვევა ერთმანეთს რა კარგია რა ესეთ მეჯვარე რო გეყოლებ ძალიან დაბა შენ რაღაცას შეწუხებული ხარ დაღლილი ჩამხარ ნუ ღელავ მე და პატა ყველაფერს გავუკეთებთ ორგანიზაციას არა პატა ხო ძიკო მე მგონი სამზარეულოში მაცივრის კარი დამრჩა ღია საშინელი არ დარჩებოდა დიანა ეხლა მე არ დარჩებოდა სარეცხის ფხვნილი დამზადებულია საქართველოში. გამოიყენება როგორც მანქანით, ასევე ხელით რეცხვისთვისაც. აუ ხალხო, რას მიშვებით რა? რასაც წავიკითხავ, ყველაფერი სასწავლო მგონია და ვიზეპირე. ნიკა, ნუ მაიმუნობ, მიდი იმეცადინე. იმეცადინე მე უკვე ისტორია. ისტორია როგორ იმეცადინე, როცა აი აგდებს მაგიდაზე. უი, ბუნება მისწავლი. კარგად. თეკლე რა ქენი ელაპარაკე შენ ლექტორს? კი ელენე, აი ხლა ველაპარაკე. მე რაო? არაფერი გამომივლის და სადმე წავალთ. აი მე თეკლა ის იქნება. როგორ უპასუხო? ალო? კი მახსოვს დღეს რომ უნდა შევხედროდით. კარგი თუ აუცილებელი საქმე გამოგეჩნდა სხვა დროს იყოს. რა ოლენე? არ მცალია სხვა დროს იყოს. ანუ აღარ ხვდები იმ კაცს? არა. აუ, ანუ აქ უნდა იყო და მიყურა როგორ არ მეცადინეობ, ხო? ნიკა, მიდი ახლა დროზე იმეცადინე. აუ, ამდენს რა ისწავლის? აუ, რა ვქნა ახლა მე? ხო, აი ელენე, რატო დამარეკინე იმ ჩემ ლექტორთან? შენ ახლა იწუწუნებდი, რომ იმ კაცმა არ გამოგიარა. მე ვიწუწუნებდი, რომ პატას დავშორდი, ნიკა იწუწუნებდა, რომ სამეცადნო არ აქვს და ვერ მეცადნობს და ერთ ამას საღამოს ვაჩუქებდით ერთმანეთს. კარგი რა თეკლა რა ტყუილად მომემზადე შევალმე აბაზანაში. აუ, საწყალი დედა 2 საათი იმისთვის იკეთებდა მაკიაჟს, რომ აბაზანაში შესულიყო. კარგი, მე გადავხედავ, იმას უნდა მოვიდეს უკვე. ნიკა გააღე. მე ქართულს სწავლობ, ამცალია ლექსიას. ისტორია. ნიკა რა. აი ნიკა, ეს ბიჭი რა მაგარია, ნიკა სიურპრიზი გამიკეთა. გამარჯობა. ელენე? მე შენ სახლი არ ვიცოდი და შენ თან როგორ მოვედი? გამარჯობა. ელენე, გაიცანი ეს ჩემი ლექტორია ილია. თეკლა გაიცანი ეს ის ბიჭია მე რომ გეუბნებოდი. მართლა მაგარი სახლია ლაშა ძმაო რა ძალიან მაგარი სახლია რა ყველაფერი მაგარი შეხედე ნახე ჩუსტებიც რა მაგარია შეხედე ნახე რა მაგარია ყველაფერი მაგარია სად ნახე ჩუსტები ბატა ის არის საძინებელში დიანასთან იქ კარადაში გინდა მოგიტანო წავალ მოგიტანო რა უნდა მომიტანო შენ რაც გთხოვე გააკეთე
ლაშა მომისმინე ერთი წუთი. მე მაინც გირჩევ რომ გადაიფიქრო, კარგად დაფიქრდი, ნახე რა სახლია, რა ვისკია, რა ჩუსტებია, შეხედე. რა ჩუსტები, რის ჩუსტები, პატა, რაც გთხოვე, გააკეთე. გავაკეთე, ხო? ავდექი და შევიტანე ის წერილია თუ რაღაცა და ტუმბოს თავზე დავდე დიანა საძინებელში და მივადა ნახავს და წაიკითხავს ალბათ. ხო, ძალიან კარგი იმედია, ნახავს, წაიკითხავს და დალაგდება ყველაფერი, აღარ შემიძლია ამისატანა რა. თვითონ დიანას აწავიდა. ან ეს რა არის გაშლილი? არ ვიცი, ტელეფონზე დაურეკეს და გავა და გავიდა და მალე მოვალ ვარ მოიწონო. რომ მოიწონე შენ სამ. ზიკო. ლაშუნა. ზიკო. სტუმრები ყავს. ოხ. გამარჯობა. ხო, აი ეს არის ჩემი ლაშუნა. ზუსტად ესეთი წარმომედგინა. გენაცვალე. ძალიან საყვარელია. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ლაშა. რა, ბარემ წამიჩით პომადა. გამარჯობა, მე პაატა ფერაძე ვარ, ლაშას მეჯვარე. გამარჯობა პაატა. გამარჯობა. ლაშუნა, პაატას ჩემი დაქალები არიან. დაბძანე. ხო. დაბძანე. ნანა უსუფაშვილი და ფიქრია ხიდაშელი. ლაშა რა არის რა მოგვარებია. რა მეგობრებია, სადაქალო თუ კოალიცია თუ რა. აი როგორ მიხარი ესეთი დნიერს რომ ხედავიცი. მე ბრწყინავს რა. ნამდვილად რა. ლაშა, მოგვიყევი რა ეს თავდავიწყებით როგორ შეკითხვა და მოხის. ხო, რა ვიცი, აბარა გითხრათ, ისა, დიანა, შენ მოუყევი გოგონებს. გოგოებო, იცით, მე სანამ ლაშუნას გავიცნობდი, უკვე მიყვარდა. ვაიმე! და ლაშა, შენ? მოუყევი ლაშა. დაჯექი პაატა და შენ მოუყევი გოგონებს. ხო, ესეთი მორიდებულია, ესეთი მორცხვი მყავს. არ მინდა ეს ისა. მე მორიდებული ვარ, მართ დავლიოთ. მოდით რა მე ვიტყვი. კი ბატონო, ბრძანეთ. კარგი. ჩემო დიანა, ჩემო ლაშა. მე ლაშა შენ უკვე ჩვენი ხარ. აი ამ ჭიქით თქვენ გაგიმარჯვა. იხარეთ, იმრავლეთ, ტიპეთნიე. გაგიმარჯვეთ, აი გოგონებმა ისე ულამაზესად ხასუს, რომ გოგონებმა ისე ულამაზესად წარმოთქვეს ეს ადრეძელო, რომ უფლება არ მაქვს რომ არ შეუერთდე. ხო, მოკლედ გაუმარჯოს თქვენ ნათქვამს ეხლა კი, აბა მოემზადოთ ყველა ერთად. გორკა. კარგით, მეგობრებო, ძალიან მართლაც მოგავაწითლებთ ახლა ჩვენ მეგობარს თლათ მოგავაწილებთ ამას ის ეყოფა ქორწის ქართული რო უნდა ის ეყოს. დიანა არაჩვეულებრივად ცეკვა. მართალია? სხვათა შორის მეც არაჩვეულებრივი ქორეოგრაფიული მონაცემები. არ გჯერათ? გინდა გავირეპეტიციოთ. ეს ხო საუკეთესო. უნდა გავირეპეტიციოთ? უნდა გავირეპეტიციოთ. დავიდა. წერილი დაგიტოვეთ ტუმბოზე და იქნებ შეხვიდე და წაიკითხო. ლაშუნა, აი ახლა? კი, ახლა სანამ კიდევ უარი სისულელები არ მიკეთებია. კარგი ლაშუნა. ახლა წავალ. გოგოებო უკაცრავად ერთი დავწავე. ლაშა? მოდი ჩემო კარგო.
ლაშიკო. მე დაფიქრიას. ძალიან გვიყვარს დიანა. ნამდვილად რა. ნამდვილად. ჩვენ ერთი რამ უნდა ეჭვი მაქვს რომ დიანა ამას არ გითხოდა. ხოდა ჩვენ უნდა გითხრათ. ნამდვილად რა. ნამდვილად რა. მოკლედ ერთი წლის წინ დიანას ერთი კაცი შეუყვარდა. ის ეუბნებოდა მიყვარხარო საგზაგი. სოლათაც მოგიყვანო. ბოგანო. მოკლედ ზუსტად ქორწილის წინა დღეს უთხრა. გატყუებდიო. არც მიყვარხარო და სოლათაც არ მოგიყვანო. საზიზგარი. მატალი, წერი. აბა ისე დღეში ჩავარდა დიანა, იმდენი ნერვიულა, თავის მოკლასაც კი აპირებდა. არა, სასწრაფო რომ არ მოსულიყო რაღაც უბედურება დატრიალდება. ვაიმე. ლაშა. აყვარება. შენ ხომ ნამდვილად გიყვარს ჩვენი დიანა. კი, ძალიან. კი, დამძანდი თქვენ დავდიე მოდია პატა. კი. პატა დავიღუპე, ბიჭო, დავიღუპე. ხო დაიღუპე, რა ვქნა, დაიღუპე. აი შენი წერილი. აი გიქ უკვე. ჯერ არა. აი ხობა. ეს რა გააკეთე ლაშა? ეხო დენის ქვით არის იყო. შენი წერილი. ეხლა რა წავიკითხავ? გოგოებთან დასამალი არაფერი არა მაქვს. დასერილია. ვიცი, მაგრამ დამიწერე. აბა. შენი თვალები ალმასებია. შენი კუჩები მარწყყვები. გაზაფხულია შენი ღიმილი. შემოდგომა აღაწევი. ლექსი მომიძღვა. როგორ გამიმარჯვე. ეს ისე ექსპრომტად თხზავ ხოლმე რა. ლაშიკო. ხო გითხარი ძალიან მაგარი სახლი აქვს თქო. ხო, არაფერი. შენ რო დიანას მართლა დაშორებოდი, იცოდე მე მოვიკლავდი თავს. არ გიგო, მაგრამ ისედაც ხზავდა პრობლემა არ არის. არ გიგო, მადლობა. მაინც გეტყვი მადლობას. კარგი, რაც არია. სვავთ დილამდე. აბა რა. წადი ჩუსტები მომიწევ. ჩუსტები ყველა. რომელი აი სასო პავლიაშვილის პაროდიას რომ აკეთებ ის. აუცილებლად, შენია ლაშა, შენია ეს მომენტი შენია, მაგარი. კარგი, ხო. უცხო ქვეყნის მადრირად მინდა. მე ჩემს ქალაქს ვეშეველები. მომენატრება ჩემი მთაწმინდა. თბილისი და თბილისელები. მალე შენსკენ გამოგვინდები. გული ელავს მღელვარებისგან. ძეს ნომილებით სახლში ვბრუნდები. შენი ნახვა ისევ მეგისა. თბილისო ლაშა, შენი რეკორდი გავაუმჯობესე. რა მე 6 ცოლი მოიყვანე? არა, ერთი ჩიტით გავანადგურე ეს კოშკი. ხო, ისე მეც გავაუმჯობესე ჩემი რეკორდი. კი, 13 რეკორდი შევჭა. მოდი.
ნიკა რა ქენი? ელენე ვერ გაიგე მოვიდა. მოიწერა დღეს გამოცდა ქონდა. ჩავაბარე. ხოჭა. მაგარი ხარ რა, მაგარი. გაშაბიძია, ვერ წამოგი, 6-იანები მივიღე. 6-იანი არა. ყოჩა. ვაშა მე ვერ ვერკვევი და 6-იანი ანუ კარგია? აი ჩვენ დროს რო 3-იანი მინუსით იყო დაახლოებით. ნიკა ყოჩა. გეუბნები გენიოსი მყავს ეს ბიჭი და არ გჯერა. აი გამოსტები ხო ჩავაბარე, თქვენ ხო არ გჯეროდათ. ხო და ეხლა ლეკვი მიყინდეთ. ესა, ელენე. მიდეთ სამი ყიყლიყოც გამოიღება. ნიკასია. ხო, გამოიღება. ვაშა,